ნიკა, გამარჯობა, ნიკა ქავთარაძე, მკვლევარი უსაფრთხოების საკითხების. დიდი მადლობა შენი დროისთვის. ის თემა, რომელიც ავირჩიეთ დღეს სასაუბროთ, უკავშირდება უკრაინას, საკმაოდ ვრცელი საკითხია და ამას აქვს თავისი წინაპირობები. ცხადია, ეს წინაპირობები ერთი მხრივ 2014-ში დაიწყო, შესაძლოა უფრო ადრეც, მაგრამ ჩვენ მოდი ვისაუბროთ ბოლო 3 წლის, ასე ვთქვათ, შედეგებზე, იმ მოცემულობაზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და ჯარები გადაისროლა ამ ქვეყანაში და იქ სისხლის კალოები დაადრიალა. რა მოცემულობაში იმყოფება უკრაინა და რა გავლენას ახდენს და მოახდენს მისი მდგომარეობა საქართველოზე. როგორ აისახება, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, გინდა როგორც ოდესღაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, სამწუხაროდ ეს დღეს სახეზე არ არის, თუმცა ალბათ დადგება დრო, როდესაც აი ამ ურთიერთობების თავიდან აღდგენის საკითხი დღის წესრიგში ისევ მოხდება. რისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზად, რა ვისწავლეთ და რა საკითხები არის ისეთი, რომლის გაზიარებაც ჩვენთვისაც ძალიან სასწაულად მნიშვნელოვანია. მოგესალმები გიორგი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ ვრცელი თემა არის. ალბათ სალაპარაკოთ. პირველ რიგში დისკლეიმერი უნდა გავაკეთოთ. ერთი კვირა რაც პოტუსის ინაუგურაცია მოხდა და ძალიან რთული არის ახლა ვისაუბროთ იმაზე, რა გველის უახლოეს მომავალში, განსაკუთრებით რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა პოზიციებზე შეთანხმდებიან და რა, თქვათ, უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოყალიბდება უახლოესი თვეების განმავლობაში, ვთქვათ ესე. ამიტომ ნებისმიერი ჩვენი საუბარი იქნება, თქვათ, მეტწილად დამყარებული სასურველ ხედვაზე, რომელიც ჩვენთვის, საქართველოსთვის და უკრაინისთვის იქნება ყველაზე, თქვათ, ხელსაყრელი. თუმცა, სანამ თქვათ ეს ურთიერთობები გადაწყდება და გაირკვევა და ომის შეწყვეტის სახე განისაზღვრება, მნიშვნელოვანი არის ალბათ ერთი-ორი სიტყვა ითქვას იმ 3 წელიწადზე, რომელიც გავიდა უკვე რუსეთის შუღმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკვე დაახლოებით 1000 დღე მიმდინარეობს ეს ომი და რა თქმა უნდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა აბსოლუტურად ვერ მიაღწია საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს, რომელიც თავის დროზე დაისახა. ეს მიზნები, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია, რა თქმა უნდა, მიღწეული ვერ იქნა პირიქით, თითქოს რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოებას და სანაცვლოდ მიიღო 2 ახალი წევრი სახელმწიფო თავის სამეზობლოში, ისეთ სახელმწიფოები, რომლებიც მანამდე ნეიტრალიტეტით, სამხედრო ბლოკის თვალსაზრისით ნეიტრალიტეტით გამოირჩეოდნენ, 1300 კილომეტრი ახალი საზღვარი მიიღო ნატოსთან. გარკვეულწილად მოხდა უკრაინის არა დემილიტარიზაცია, არამედ მილიტარიზაცია. თანამედროვე ნატოს შეერაღებით მისი აღჭურვა და უზარმაზარი გამოცდილების მიღება ამ ბრძოლაში მამაცი უკრაინელი ხალხის მხრიდან. ასევე მოხდა ამ ორი ერის დაშორება, რაც ვიცით, რომ აქამდე აბსოლუტურად სხვა ტიპის ურთიერთობები გააჩნდათ. და მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინელ ხალხს დამართა და მართლაც როგორც ახსენეს სისხლში ჩაახშო. გარკვეულწილად ზოგიერთი დასახლებული პუნქტის მოქალაქეების პროტესტი ამის შემდეგ ვერ წარმომიდგენია ნორმალურ ურთიერთობებში დაბრუნება ამ ორი ერის იმ ძველ, თქვათ, ტიპის ურთიერთობაში დაბრუნება, რომელიც აქამდე გააჩნდათ. რა თქმა უნდა, მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი, ბევრი ადამიანი საუბრობს ამ საკითხებზე საკმაოდ ვრცლად, რა ტიპის ტერიტორიების დაკავება მოხდა, რა ტიპის ტერიტორიების გათავისუფლება მოახერხა უკრაინამ ამ ომის დაწყების შემდეგ და ისიც ვიცით, ხო, უახლოესი უკანასკნელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული წინსვლა არ ქონია რუსეთის ფედერაციას ამ მიმართულებით და უზარმაზარი
დანაკარგები აქვს და მის ყოველ ნაბიჯს მოყვება უამრავი ადამიანის სიცოცხლე. დღეში 1000-დან 1500-მდე ჯარისკაცს კარგავს ის და სხვადასხვა წყაროებით, რა თქმა უნდა, ეს რთული დასადგენი არის ზუსტი ციფრი, მაგრამ ვიცით, რომ წყობრიდან დაახლოებით 800.000 მათი ჯარისკაცი არის გამოყვანილი. მოკლული თუ დაჭრილი და ისიც ვიცით, როგორი ტიპის ჯარისკაცები არიან და როგორი მომზადების თუ როგორ ეპყრობა რუსეთის ფედერაცია ზოგადად საკუთარ მოქალაქეებს, როდესაც გარკვეული აუცილებელი მომზადების გარეშე უშვებს ბრძოლაში, ან დაჭრილების მობილიზაციას ახდენს და ესეთი ტიპის ქვედანაყოფებს აგზავნის კვლავ ასევე უზარმაზარი დანაკარგები აქვს, რა თქმა უნდა, სამხედრო ტექნიკის და აღჭურვილობის თვალსაზრისითაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში გმირული წინააღმდეგობა, რომელიც უკრაინულმა როგორც ხელისუფლებამ, ისე ხალხმა განახორციელა რუსეთის წინააღმდეგ, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო რუსეთის ფედერაციის იმ პატარა ჯგუფისთვის, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო ამ ომის დაწყების თაობაზე და იქ ვართ ახლა, სადამდეც მოვიდა ეს ამბავი. რაში გამოიბრძმედა ამასობაში უკრაინა? აი ამ 3 წლის განმავლობაში მისი მაგალითად სადაზვერვო სამსახურები, სპეციალური სამსახურები და ასე შემდეგ, კონტრსადაზვერვო საქმიანობით და სიღრმისეული დაზვერვის საქმიანობითაც საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აი ჩვენ თვალწინ ჩამოყალიბდა სახელმწიფო უკრაინის სახით, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით სახელმწიფო ევროპის კონტინენტზე დღესდღეობით, რომელიც ამხელა შეიარაღების და რესურსის მქონე სახელმწიფოს უწევს წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, მხარდაჭერის საფუძველზე, თუმცა სამობილიზაციო შესაძლებლობები, რომელიც უკრაინას გააჩნია, რაზეც სხვათა შორის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვისაუბრა დავოსის შეხვედრაზე, ანუ მან დაასახელა ეს ციფრი 800.000 საკმაოდ მაღალი არის და ის რამდენჯერმე აღემატება ევროპის სხვა სახელმწიფოების სარეზერვო შესაძლებლობებს. მან ახსენა საფრანგეთის სამობილიზაციო შესაძლებლობები და დაასახელა ციფრი 200.000, რომელიც ვთქვათ, უკრაინის შემდეგ შეიძლება ჩავთვალოთ მეორე ადგილზე არის და შემდეგ გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ასე შემდეგ, ხო? ამით რა თქმა უნდა, მან მიანიშნა, რომ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპის კონტინენტზე და რა თქმა უნდა, მეტ ყურადღებას იმსახურებს მასთან მისი მხარდაჭერა და თანამშრომლობა, რადგან სამომავლოდ ის აუცილებლად დარწმუნებული ვარ ამაში, გახდება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. თავი რომ დავანებოთ, თქვათ, სამობილიზაციო რესურსს, რომელიც შეიძლება იყოს მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე და არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, საფრანგეთის და გერმანიის შემთხვევაში ეს წილობრიობა არ არის ესეთი, როგორც უკრაინას გააჩნია, ის დღესდღეობით არის ყველაზე გამოცდილი ევროპაში თანამედროვე ომის წარმოების თვალსაზრისით, ხო? რადგან პირველ რიგში ასიმეტრიულობიდან გამომდინარე ის ებრძვის მასზე გაცილებით მეტი რესურსის მქონე სახელმწიფოს და ამის გამო ინოვაციებს ახორციელებს ამ თვალსაზრისით, ცდილობს რომ ნაკლები დანახარჯით უფრო მეტი ზიანი მიაყენოს მტერს, მაგალითად კვადროკოპტერების გამოყენებით, დრონების მეშვეობით, შედარებით იაფი შესაძლებლობის საშუალებების მეშვეობით დარტყმები მოახდინოს იგივე მძიმე ტექნიკაზე, ტანკს თუ ქვეითთა საბრძოლო მანქანის განადგურება ხო ხვდებით, რამდენად დიდი სხვაობა არის, თქვათ, გაწეულ დანახარჯსა და მიღწეულ ზიანს შორის, რომელსაც ის მტერს აყენებს. ეს გარკვეულწილად ინოვაცია, რომელშიც უკრაინამ პიონერული გარღვევები მოახდინა და ეს ინოვაცია უკვე წარმოებაშიც ჩაუშვა. გარდა მაგისა, გარკვეულწილად ის ჰიბრიდულ ელემენტებსაც იყენებს უკვე, რასაც ჩვენ რუსულ ჰიბრიდულ ომს ვეძახით. უკრაინამაც მოახერხა გადმოეღო ეს და გამოეყენებინა რუსეთის წინააღმდეგ იგივე კიბერ თავდასხმების თვალსაზრისით, ხო?
სხვადასხვა წყაროებით, სხვადასხვა რაოდენობის კიბერთავდასხმებზე არის საუბარი, რამდენიმე წყაროში არის 50-ზე მეტი კიბერთავდასხმა მნიშვნელოვანი, რომელმაც მოახერხა არა მარტო სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, არამედ ასევე მტრის კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეფერხება, როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო. გარდა ამაგისა, დრონების კუთხით კიდევ ვთქვით, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა იაფად აწარმოოს ისეთი დრონები, რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე 1000 კილომეტრი გადალახონ მტრის ტერიტორიაზე სიღრმეში და ზურგში დარტყმა მიაყენონ სამხედრო წერტილოვანი სხვათა შორის სამხედრო ობიექტებს და საწვავ-საყოხი მასალების მწარმოებელ ობიექტებს, ხო? ისე გადალახავენ ამ 1000-ობით კილომეტრს, რომ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ვერ აღმოაჩენენ მათ. ანუ ამ თვალსაზრისით საკმაოდ წინ წაიწია. რაც შეეხება სპეცსამსახურებს, რომლებიც ახსენეთ, ხო? ამ ომის დაწყებამდეც, რა თქმა უნდა, 2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც მოხდა ყირიმის ანექსია, გარკვეულწილად ეს იყო დიდი შეცდომა, ვთქვათ, უკრაინული მხარის სპეცსამსახურებისა, იმიტომ რომ იქ გასროლის გარეშე მოხდა ეს ოპერაცია და სისუსტედ აღმოჩნდა, ალბათ აგენტურული ქსელიც ჩართული იყო ამ პროცესში, ისევე როგორც რუსეთის სპეციალური დანიშნულების ძალები მონაწილეობდნენ ამ პროცესში და მას მერე დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება უკრაინაში და დღეს რა ვითარება გვაქვს, რომ ასევე სხვადასხვა წყაროებით არსებულ ინფორმაციას გაწვდრო დაახლოებით 70 სადაზვერვო ქსელის აღმოჩენა მოახერხა უკრაინამ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ესეთი ინფორმაცია არსებობს და 1500 ადამიანზე მეტის დაკავება განხორციელდა ძირითადად სახელმწიფო ღალატის, უпростоრად სადაზვერვო ინფორმაციის მტრისთვის გადაცემის ბრალდებით სხვადასხვა ტიპის მუხლების მიხედვით, ხო? ეს საკმაოდ დიდი ციფრი არის რა. გარდა მაგისა, რომ თქვათ კონტრსადაზვერვო საქმიანობა ესე წარმატებულად მიმდინარეობს და რაც რა თქმა უნდა ამ ომის შედეგებზეც აისახება, ისინი სადაზვერვო საქმიანობასაც საკმაოდ მნიშვნელოვანს აწარმოებენ. ევროპის კონტინენტს თავი დავანებოთ, ანუ სადაზვერვო საქმიანობა როგორც ვთქვათ რუსეთის წინააღმდეგ რუსეთის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ხორციელდება მასშტაბურად. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ახორციელებენ სადაზვერვო ოპერაციებს სხვა კონტინენტებზეც, აფრიკაში, აზიაში. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში ვიცით, რომ ამ ამერიკის გაჟონილი მასალების საფუძველზე არის ესეთი ინფორმაცია, რომ ისინი სირიაში ამზადებდნენ გარკვეულ ოპერაციას რუსეთის საჯარისო დანაყოფების წინააღმდეგ და ვაგნერის დაჯგუფების წინააღმდეგ. სადაც თქვათ ქურთებთან ერთად თანამშრომლობის საფუძველზე უნდათ მათთვის ზიანი მიაყენებინათ, არა მარტო სირიაში, არამედ გოლანის სიმაღლეებზეც კი რაღაც მათი აქტივობა ფიქსირდებოდა. აფრიკაში, მალიში და სუდანში ამბოხებული მხარის მხარდაჭერა ხდებოდა. მალიში მაგალითად დრონების მეშვეობით მოწინააღმდეგეზე თავდასხმის თვალსაზრისით როგორც აღჭურვილობას აწვდიან, ასევე წვრთნას უტარებდნენ და ეს ფაქტურად პროქსი ძალის გამოყენებით არის რუსეთთან ბრძოლა, იმიტომ რომ იქ სადაც რუსეთი თავისი საჯარისო ქვემდანაყოფებით იყო წარმოადგენილი, იყო თუ არის წარმოადგენილი და ასევე ვაგნერის დაჯგუფება იყო წარმოადგენილი, ხო? მათ წინააღმდეგ ეს უკრაინული სპეცდანიშნულების ყველგან იბრძვიან. მოქმედებდნენ. ყველგან არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება მოახერხეს სხვადასხვა მიმართულებით, რასაც რა თქმა უნდა, რამდენიმე დანიშნულება აქვს, ერთი რომ რესურსების მოპოვებაში ხელი შეუშალონ რუსებს, იმიტომ რომ ამ სახელმწიფოებში ისინი სხვადასხვა ტიპის რესურსების მოპოვებას ახდენენ, ასევე გარკვეული ტიპის შეერაღებასაც იღებდნენ იმისათვის, რომ ეწარმოებინათ უკრაინის საწინააღმდეგოდ ამ ქვეყნებიდან, ესეთი ლოგისტიკური ტიპის კავშირების ჩაშლა ხორციელდებოდა და რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მესიჯის არის და დაშინებაც არის გარკვეულწილად, რომ სადაც არ უნდა იყოთ მოგწვდებით იქ, რა მოსადის ტიპის ქმედებები არის, ხო, რაღაც ან ის თუნდაც რომ სადაზვერვო ოპერაციების საფუძველზე მათ მოახერხეს და ლიკვიდაცია განახორციელეს
რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მაღალჩინოსნების ან მათთან დაკავშირებული პირების, ესაც ხომ მნიშვნელოვანი არის. და არაერთისთან. არაერთის და გარკვეულწილად დამაშინებელი ფაქტორიც არსებობს, ხო აქ. კიდე მნიშვნელოვანი აუცილებლად აღინიშნოს შავი ზღვის უსაფრთხოების, ანუ როგორც ესეთი სანაპირო დაცვის უსაფრთხოების და შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით უკრაინის წარმატებები გარდა იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წირი სამხედრო ფლოტი გააჩნია თავად უკრაინას, ხო? მათ მოახერხეს და მე მგონი 30% შავი ზღვის რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ამ წყობრიდან გამოიყვანეს ან გაანადგურეს და საერთოდ ისეთი ვითარება შექმნეს შავ ზღვაზე ამ ჩრდილოეთ აკვატორიაში, რომ უბრალოდ შავი ზღვის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს აღარ შეუძლიათ ესე თავისუფლად გადაადგილება რა. ეს მათ მოახერხეს სხვადასხვა ტიპის ჩარევით, დრონები, რომლებიც პირველად ხედავთ ხო 8 წარმოა საზღვაო დრონები. საზღვაო დრონებზე არის საუბარი, რომელიც უკრაინამ აწარმოა და საკმაოდ წარმატებით გამოიყენა, უამრავი კადრი არსებობს და ეს მინახავს ყველას. როგორ ახორციელებდნენ ისევ და ისევ იაფის შესაძლებლობებით საკმაოდ ძვირად ღირებული სამხედრო ტექნიკის წინააღმდეგ ბრძოლა, ხო? ეს რაღაც ასიმეტრიულ პირობებში განხორციელებული საკმაოდ ეფექტური ქმედება არის და ასევე ტორპედოებზე არის საუბარი, რომელიც მან შექმნა და სანაპირო დაცვის სისტემები, артиლერიის გამოყენებით საზღვაო აკვატორიის დაცვა, რამაც ფაქტიურად დომინაცია მოახდინა უკრაინის შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე და ეს უმნიშვნელოვანესია გარდა იმისა, რომ სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო თქვა სანაპიროს დაცვა, ასევე მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო მიმოსვლის დაცვა, საზღვაო მიმოსვლისა, რომელზეც მნიშვნელოვანი დამოკიდებული უკრაინის ეკონომიკა, ანუ ექსპორტის გატანის თვალსაზრისით შავი ზღვის გამოყენებით, თუ არ ვცდები 10,000-მდე ესეთი სამოქალაქო მიმოსვლა განხორციელდა გასულ წელს და ამის უსაფრთხოება უზრუნველყო იყო სწორედ აი ესეთმა ღონისძიებებმა, რომელიც უკრაინამ განახორციელა. ნიკა, სტრატეგიულ დონეზე მოკავშირეებს რაც შეეხება, აქ გამოიკვეთა ხო, რამდენი არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ მაგალითად იგივე ბრიტანეთი, რომელმაც პირველმა დაიწყო, ასე ვთქვათ, უკრაინის მხარდაჭერა და აი ეს ყველაფერი ჩვენ რა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს, რა გაკვეთილს ვიღებთ, ან რა უნდა მივიღოთ, წესით, რაზე უნდა ვიმსჯელოთ, რაზე უნდა ვიფიქროთ. ის შეთანხმება, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის დაიდო 16 იანვარს ამ წლის, სახელწოდებით 100 წლიანი პარტნიორობა, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი არის ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, უკრაინას ბევრი პარტნიორი ყავს ამ პროცესში, ამ ომში და უზარმაზარი დახმარებების მიმღები არის. მაგრამ აი უბრალოდ აი ამ შეთანხმებაზე რომ ოდნავ გავამახვილოთ ყურადღება, ის არის გრძელვადიანი კი არა, ფაქტიურად უვადო შეთანხმება არის, მოდი ესე ვთქვათ, სადაც კაფიოთ არის გაწერილი დიდი ბრიტანეთის სურვილიც და მზაობაც იმისათვის, რომ ბოლომდე დაუდგეს, ვთქვათ, უკრაინას გვერდზე არა მარტო სამხედრო და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, არამედ სხვა ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად, მაგრამ სამხედრო საკითხებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, მაგალითად ამ წელს 2025 წლის განმავლობაში უკრაინა 4.5 მილიარდ ფუნტი სტერლინგს მიიღებს დახმარების სახით, საიდანაც 3 მილიარდი იქნება სუფთად სამხედრო დახმარების თვალსაზრისით განხორციელებული. სამხედრო დახმარებაში არ იგულისხმება მარტო შეიარაღების მიწოდება, არამედ საერთო ერთობლივი საწარმოების შექმნა და ერთობლივად შეიარაღების წარმოება არის, რომელიც განსაკუთრებით არის მორგებული უკრაინის საჭიროებებს. ხო, მაგალითისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალება ძალიან მობილური ეს პატარა კონტეინერის ზომის საჰაერო თავდაცვის საშუალება შექმნეს ბრიტანელებმა, დანიელების მხარდაჭერით, ასევე ფინანსური მხარდაჭერით, რომლებიც უკვე გაიტესტა და ალბათ 15 ერთეული გადაეცემა, ალბათ წარმოების ვადებზე არის აქ დამოკიდებული უკრაინას და უზრუნველყოფს სტრატეგიული ობიექტების თავდაცვას, თქვა და მობილური არის საკმაოდ რა ადვილად გადასაადგილებელი იქნება სხვადასხვა მიმართულებით. ასევე გვახსოვს ხო, რომ უკრაინა შეიძლება ბრიტანეთი ისეთი დიდი მხარდამჭერი არ არის უკრაინის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები არის, ხო? მაგრამ გვახსოვს, რომ ბრიტანეთი იყო ყველაზე გაბედული უკრაინის მხარდამჭერაში.
პირველი ტანკების მიწოდება მან გადაწყვიტა და ამის ვთქვათ, ეს გახდა რაღაც გარკვეულწილად საფუძველი, რომ მერე ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის სხვა სახელმწიფოები ჩამდგარიყნენ ამ რიგში, ასევე ფრთოსანი რაკეტების მიწოდება, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ ეს პარტნიორობა და ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დღეს მაგალითად მართალია უკვე ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეუწყვეტია მისი მხარდაჭერა მიუხედავად ზოგადად მსოფლიოს მხარდაჭერების შეჩერებისა 90 დღით გადახედვის, ასე ვთქვათ, როგორც ხვდებით და ამას პრეზიდენტი თავად ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ შეჩერებულა, რაზეც ვთქვათ 40%-ით არის დამოკიდებული ვთქვათ უკრაინა. მაინც არის კითხვის ნიშნები ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, ხო? ასეთივე კითხვის ნიშნები არის გერმანიის მიმართ, ხო? ვიცით, რომ გერმანიის კანცლერმა იყო ყმანა დამატებითი დახმარების გამოყოფაზე და გარკვეულწილად ეს ახსნა რაღაც ეკონომიკური საკითხებით საკუთარ სახელმწიფოში. შედარებით სტაბილური არის საფრანგეთი, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო სტაბილური არის დიდი ბრიტანეთი, იმიტომ რომ, ახალი არჩევნები ჩატარდა, საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა აქვს ამ პარტიას პარლამენტში და შესაბამისად საკმაოდ სტაბილური არის და გარდა ამისა, ესეც ხელშეკრულებას დებს, რომელიც უზრუნველყოფს მაგალითად უახლოეს 5-6 წელიწადში მინიმუმ 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგით უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო თვალსაზრისით და სხვა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც განხორციელდება ამის ზევით, იქნება სხვათა შორის სიმბოლურად ცეცხლის სახე აქვს, მაგრამ გადაიფარება იმ გაყინული აქტივებით, რომელიც ბრიტანეთს გააჩნია რუსეთის სხვადასხვა წარმომადგენლის თუ არ ვიცი როგორ არის ზუსტად სახელმწიფოების სხვადასხვა აქტორების გაყინული აქტივები, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებობს, ბრიტანეთის ხელშია. აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი თქვათ ეს თანამშრომლობა და საზღვაო უსაფრთხოების კუთხითაც ხდება ამ ხელშეკრულებით კიდევ უფრო გააქტიურება თანამშრომლობის და ვიცით ხო, ბრიტანეთი საზღვაო სახელმწიფო არის და თქვათ საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა საზღვაო უსაფრთხოებას და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა უკრაინის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. აქვე ბრიტანეთთან თანამშრომლობს და ამ პროცესში არის ჩართული ნორვეგიაც და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ვიცით რომ ნორვეგია არის ევროკავშირის სახელმწიფო, ნატოს ქვეყანა არის, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა უკრაინის მხარდაჭერაში და სხვადასხვა ინფორმაციით 10 წლის განმავლობაში 13 მილიარდ ევროს დახარჯავს ამ მიმართულებით და ასევე როგორც საზღვაო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო მისი ჩართულობაც ამ პროცესში მნიშვნელოვანი და რაღაც იკვრება ეს ბალტიისპირეთის თან ნორვეგიაც მოსაზღვრე სახელმწიფო არის რუსეთის. კი ბატონო, საზღვაო თვალსაზრისით და პატარა ნაწილი აქვს სახმელეთო, ასევე ნატოს სახელმწიფო არის და საკმაოდ სერიოზული სადაზვერვო შესაძლებლობები გააჩნია. აქვს ინტერესები ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ნავთობის მოპოვების. მოკლედ საკმაოდ ისეთი მოწინააღმდეგე სახელმწიფო არის. საქართველოს რო შემოვიყვანოთ ჩვენ დიალოგში, აი საქართველოზე როგორ აისახება ეს ყველაფერი, ან როგორ უნდა აისახოს, ან აი გაკვეთილებზე ვისაუბროთ რა მივიღეთ, ან რა უნდა დავინახოთ. იმიტომ რომ რჩება განცდა რომ არაფერს არ უყურებთ. აბსოლუტურად რაღაც იპოდრომის ცხენებებით მხოლოდ რაღაცა ერთი წერტილისკენ მივდივართ. რა თქმა უნდა, გეთანხმები იმ თვალსაზრისით, რომ უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებულ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, არაფერი არ ხორციელდება გარკვეულწილად. შეიძლება ვთქვათ, მინიმალური დოზით განხორციელებული იყო რაღაც საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება, მაგალითად, კონცეფციის გადახედვა, თავდაცვის სტრატეგიაზე მინიმუმ მსჯელობან რაღაცა ტიპის მონახაზის ქონა, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ეს დოკუმენტის არსებობა უბრალოდ არ უზრუნველყოფს ამ თავდაცვას, მაგრამ ეს არის საფუძველი იმისათვის, რომ მასზე დაშენდეს შემდეგ უკვე ის გეგმები, რომლის საფუძველზეც უნდა გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობა, ხო?
და ამ მიმართულებით ალბათ მომავალში იქნება სერიოზულად საფიქრალი, ხო? დღეს ცოტა შეიძლება უცნაურად ჟღერდეს ეს, მაგრამ აი ჩემი სუბიექტური აზრი არის, რომ იმ პირობებში, რაც უკვე აღვნიშნე, რომ უკრაინა ყალიბდება რეგიონალურ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, ის არა მარტო რეგიონალური მოთამაშე, არამედ უკვე გლობალური აქტორი არის იმ მიზეზების გამო, რაც ჩამოთვალე, რომ მას შეუძლია როგორც გავლენების მოხდენა სოფლიოს ძირითად მოთამაშეებზე, ისე გარკვეული ოპერაციების ჩატარება, ამხელა სამხედრო გამოცდილება აქვს მიღებული, ყველაზე რეგიონში ყველაზე ძლიერ სამხედრო მოწინააღმდეგესთან აწარმოებს 1000 დღიან, უკვე 1000 დღე აწარმოებს შეერაღებულ დაპირისპირებას და ამ პირობებში ჯერ არ იკვეთება ის, რომ ვთქვათ, რუსეთი განსაკუთრებული გამარჯვებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ალბათ საქართველოსთვის მომავალში იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პროდასავლური ტიპის ეროვნული მთავრობა ყავს, რომელიც კარგად ხედავს სახელმწიფოს ინტერესებს და რა არის სახელმწიფოს საით უნდა მიდიოდეს სახელმწიფო, ალბათ უკრაინასთან თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამას რა თქმა უნდა წინაპირობები გააჩნია, როგორც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით და უსაფრთხოების გარემოს, ისე უკრაინაში. ჯერჯერობით ის როგორც მანამდე ვთქვი, რთული არის წარმოვიდგინოთ, თქვათ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მე პირადად ვერ წარმომიდგენია მომავალში უკრაინასთან თანამშრომლობის გარეშე მოხერხდეს საქართველოს უსაფრთხოების გარემოს სრულყოფილად უზრუნველყოფა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ნატოს წევრები არა ვართ, ხო? სხვა არის უკვე, თქვათ, წევრობის შემთხვევაში რა იქნება, მაგრამ ყველაზე ბუნებრივი მოკავშირე საქართველოსი არის უკრაინა. ჩვენ ერთი და იგივე მტერი გვყავს, ერთი და იგივე ტიპის გამოწვევები გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიების სახით, უკრაინას ანექსირებული ტერიტორიების გააჩნია, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ. ერთი და იგივე უსაფრთხოების გამოწვევები გვაქვს. გვაქვს შავ ზღვასთან, შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოები ვართ და მნიშვნელოვანი როლი გაგვაჩნია ამ პირობებში, იმიტომ რომ სატრანზიტო როლი როგორც საქართველოს, ისე უკრაინას აქვს და ევროპასთან დაკავშირება აღმოსავლეთ ნაწილისა. ამ თვალსაზრისით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. როგორც თავდაცვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ვთქვათ, უკრაინა გახდა ბევრი ტიპის ინოვაციების წამომწყები ამ თანამედროვე ტიპის ომში, ის წარმოებელი ხდება ნელ-ნელა და ამ დასავლური მხარდაჭერით მნიშვნელოვანწილად ალბათ მომავალში იქნება უკვე სერიოზული შეერაღების, თანამედროვე შეერაღების მწარმოებელი სახელმწიფო, რომელიც მეტწილად გამოსადეგი იქნება ამ თანამედროვე ტიპის დაპირისპირებაში და გარდა მაგისა არის ნატოს შეერაღების აი რეალურად ცხოვრებაში გამოყენების, სიცოცხლეში გამოყენების მომსწრე და მე მგონი ევროპის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით კიდევ უფრო დიდი გამოცდილება აქვს იმათივე შეერაღების გამოყენებისა, ხო? ამ თვალსაზრისით ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ ეს თანამშრომლობა წარმომიდგენია ჩვენი თავდაცვის უნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვნად. შეგვიძლია ინფორმაცია გავცვალოთ როგორც თავდაცვის თვალსაზრისით ერთმანეთს სხვადასხვა გამოცდილება გაგვაჩნია, ასევე შეგვიძლია გავცვალოთ ინფორმაცია შეერაღებასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს, ან როგორი ტიპის წარმოებასთან დაკავშირებით ჩვენს გვაქვს გარკვეულწილად შეერაღების წარმოების გარკვეული შესაძლებლობები, მცირე, თუმცა ამის გაფართოება ყოველთვის შესაძლებელი იქნება და უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება ალბათ სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობა, ჩემი აზრით. იგივე ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გასატარებლად. რა ეს არ ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოებმა ერთმანეთში უნდა გაცვალონ რაღაცა სრულიად საიდუმლო ინფორმაცია. აქ არის საუბარი გამოცდილების გაზიარებაზე ან გარკვეული ტიპის ინფორმაციის გაცვლაზე, იმ თვალსაზრისით, რომ ისევ და ისევ მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, თქვათ, რუსული სადაზვერვო ქსელების აღმოჩენის და დაზვერვაში ჩართული ადამიანების გამოვლენის და
არა მარტო გამოვლენის სხვათა შორის, ამ პასუხისგებაში მიცემაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის მათი გამოცდილების გაზიარება რა. ეს ერთობლივი ჩვენი თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ, პოზიტიურ ჭრილში იქნება მიღებული თვითონ დასავლეთის მხრიდან, იმიტომ რომ მაგალითად ჩემი ბრიუსელში მუშაობის პერიოდში ნატოს წარმომადგენლები ყოველთვის გაგვიხილავდნენ საერთო ცოტა უხეში სიტყვა პაკეტში. ერთობლივად გაგვიხილავდნენ ჩვენ უკრაინას და საქართველოს ყოველთვის. ეს 2008 წლიდან მოყოლებული ესე არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის თქვა წარმატებები გაგვაჩნდა ამ გზაზე, მაგრამ ნუ ეხლა აღარ ვსაუბრობ საქართველოს რა მდგომარეობაში იმყოფება ნატოს სამმართველობაში და თქვა უკრაინა რამდენად წინ არის ამ თვალსაზრისით, თუმცა და აღარა ვართ უკვე ამ ჭრილში განხილულები, სამწუხაროდ უკვე რეგიონი შეცვალეს მათ ჩვენთან მიმართებაში და რაღაც სამხრეთ კავკასიის ჭრილში უფრო მეტად განვიხილებით, მაგრამ ეს დასაბრუნებელია აუცილებლად იმ კალაპოტში, რაც მანამდე იყო და დარწმუნებული ვარ, თავად უკრაინასაც ექნება საკმაოდ სერიოზული ლობირების შესაძლებლობა ჩვენთან მიმართებაში, თუ ეს ურთიერთობები დაალაგდება და ეს თანამშრომლობა შედგება. რისი გამოცდილებაც გვაქვს, საკმაოდ მნიშვნელოვანი და არც ადამიანურ ურთიერთობებზე პრობლემა ჩვენ არ გაგვაჩნია და ის ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, პირველ ადგილზე არიან უცხოელ, ვთქვათ, მებრძოლებს შორის. უკრაინელების შემდეგ, რაოდენობითაც და სამწუხაროდ მსხვერპლითაც. რა თქმა უნდა, მსხვერპლითაც ძალიან სამწუხარო, თუმცა აი ეს ფაქტორიც, ისევე როგორც უკრაინელები გარკვეული პერიოდის წინ მხარს უჭერდნენ საქართველოს შეერაღებითაც და სოციალური ძალითაც, ანუ ეს თანამშრომლობა ძალიან ესე ნათლად წარმომიდგენია იმ წინაპირობების გათვალისწინებით, რაც მანამდე დავასახელე. კეთილი ნიკა, დიდი მადლობა.